დღის აქტუალური თემა. გამარჯობა, განვაგრძოთ რადიო იმედის დღის არხის ფორმატში მუშაობას 16 საათი 13 წუთი გახლავთ და რადიო იმედის სტუდიაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ბატონ ირაკლი ჭეიშვილს მოსვიზლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით, მივესალმები მსმენელს. მადლობა სტუმრობისთვის ბატონო ირაკლი. მოწვევისთვის. სტუმართან ერთად ვეცდებით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მიმოვიხილოთ და ბატონო ირაკლი პირველ რიგში რომ მივყვეთ ქრონოლოგიურად ალბათ უნდა დავიწყოთ ჩვენი საუბარი იმ სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთი გამოვლენებიდან, რომელიც ჩინეთთან ჩვენ პარტნიორულ ურთიერთობას უსვამს ხაზს, რომელმაც იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში გარკვეული შეფასებები გამოიწვია და კონკრეტული ადამიანების მხრიდან მოვისმინეთ ისეთი გზავნილები, რომელიც აშკარად გათვლილი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ფაქტისადმი უფრო მეტი ნეგატიური დამოკიდებულების თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ ვიხილეთ სხვა მოცემულობა, ჩვენ ერთის მხრივ ვართ მოქმედი პარტნიორების სტრატეგიული ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამ ფორმატშიც ახლა ასე ვთქვათ მოლოდინისა თუ გადატვირთვის რეჟიმში ვართ ისევ ახალ ადმინისტრაციასთან გარკვეულწილად და მეორეს მხრივ ახალი პარტნიორი ჩინეთი, რომელთანაც ჩვენი ურთიერთობები სტაგნაციას არ განიცდის, პირიქით პერსპექტივა კიდევ უფრო მკვეთრად გამოიკვეთ. აი ამ თვალსაზრისით რა რეალობას ხედავ და შემდეგ უკვე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და დასავლეთის კონტინენტთან ჩვენ კომუნიკაციაზე, კონკრეტულად ევროპასთან ურთიერთობაზე რო განვაგრძოთ საუბარი. მოიხსენებათ ჩვენ ურთიერთობა ჩინეთთან დავიწყეთ 2023 წლიდან პირველი ხელშეკრულება დაახლოებით მაგ პერიოდში დავდეს სტრატეგიული პარტნიორობის, იმის შემდეგ ახლა რაც მივიღეთ ჩინეთთან ურთიერთობით, მხოლოდ ჩვენმა ქვეყანა მიიღო დივიდენდები და ამ დივიდენდებში რას გულისხმობ ახლა ეს არის უვიზო მიმოსვლა მეორე წელსვე ეგრევე უვიზო მიმოსვლა ქონდა უკვე ჩინეთის რესპუბლიკასთან მათ შორის ავიღოთ ახლა ციფრებითაც რომ ავიღოთ მაგალითად 2024 წელს სავაჭრო ბრუნვა შეადგენდა 17%-ით გაიზარდა 2024 წელს 2025 წელს ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 21%-მდე და 2026 წელს უკვე სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან გაიზარდა 45%-მდე. ამას ახლა ნებისმიერი, რა თქმა უნდა, ამას ახლა ნებისმიერი დილეტანტი ეკონომისტიც მიხვდება თუ რამდენად კარგის და ეფექტია, რამდენად კარგი და ეკონომიკური მდგრადობის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის, ხო, დოვლათის. ხო და ჩვენი მოსახლეობისთვის, ხო, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი პოლიტიკურ ნაწილში რომ განვიხილოთ, ზოგადად ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება, ნებისმიერი ჩვენი გადადგმული ნაბიჯი და ჩვენი ქვეყნის უკეთესობისკენ არის გადადგმული, ყოველთვის არის ამ ყველაფერზე ორკესტრირებული შეტევა ჩვენი ქვეყნის მოღალატეებისგან, ხო და ესეც არ იქნებოდა გამონაკლისი, ახლა სულელები არ არიან, სტატისტიკას უყურებენ, აბსოლუტურად ხედავენ თუ რა შეიძლება და რა დოვლათი შეიძლება მოიტანოს და რა ეკონომიკური აღმასვლა შეიძლება მოგვიტანოს ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობა, ამას ხედავს ჩვენი ესე ვთქვათ რადიკალური ოპოზიცია ჩვენი ქვეყნის და შესაბამისად ეხლა მიმართავენ ყველანაირ ხერხს აბსოლუტურად რომ ეს სტრატეგიული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა რომელსაც გუშინ წინ მოეწერა ხელშეკრულებას ხელი ეს ყოვლისმომცველი ნიშნავს ახალ ეტაპზე გადასვლას ახალი ესე ვთქვათ პროცესების განვითარებას ჩინეთს და ჩვენს ურთიერთობას შორის ყოველ შემთხვევაში პროგრესირდება ჩვენი ურთიერთობა ამას ხედავს ჩვენი ესე ვთქვათ რადიკალური ქვეყნის მტრები და ოპოზიცია და შესაბამისად ყველაფერს აკეთებენ აბსოლუტურად იმისთვის რომ ეს ამ პროცესს ხელი შეუშალონ და ეს ერთ-ერთი მაგალითი ის არის, რომ მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების კონკრეტულ თქვათ წარმომადგენლებს, ჯო ვილსონს გულისხმობ და თხოვენ, რომ ეს საკითხი მიღებული იქნას კონკრეტული აქტი, რაც შეუშლის ხელს საქართველოს ჩინეთის ურთიერთობის გაღრმავებას. ხომ მაგით ესეც მოხდა ახლა, ხომ მიმართეს ჯო ვილსონს, შესაბამისად ეს ჯო ვილსონმა დააყენა საკითხი, ინიცირება, რომ საქართველოში ხდება ჩინეთიზაცია, თითქოს და ეს ჩინეთი ისე წარმოაჩინა კონკრეტულ აქტში, რომელიც იქნა ესე ვთქვათ მიღებული, რომ ჩინეთი არის ამერიკის თითქოს მტერი და ჩვენ მასთან ურთიერთობას ვალაგებთ როგორც ეკონომიკურს, ასევე პოლიტიკურს. ახლა მე მინდა ჩემს მოსახლეობას უსცხა და ჩვენს მსმენელებს, რომ ჩვენ ზუსტად იგივე პოლიტიკას ვატარებთ ჩინეთთან, რასაც ატარებს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. დონალდ ტრამპი თვითონვე იმყოფებოდა სი ძინპინთან შეხვედრაზე და თვითონვე უწოდა მეგობარი და სანდო პარტნიორი და შესაბამისად თვითონვე აღრმავებს ეკონომიკურ ურთიერთობებს და პოლიტიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან. ზუსტად ამ აქტს, რომელსაც ამ დოკუმენტს, რომელიც ინიციატორიც არის
ჯო ვილსონი მე დავარქვი პარადოქსული აქტი, იმიტომ რომ ზუსტად შეფასება არის ამ აქტის. პარადოქსული აქტი, იმიტომ რომ თვითონ ჯო ვილსონი არის ჯერ ერთი რომ რესპუბლიკური პარტიის წევრი, რომლის ლიდერიც არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და თავისივე პარტიის ლიდერი, თავისივე ქვეყნის პრეზიდენტი ინიციატივით მოხდა ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრა და გაღრმავება როგორც ეკონომიკური ურთიერთობის, ასევე პოლიტიკურის და დაიწყეს ესე ვთქვათ პარტნიორობა, ხომ? ყოველ შემთხვევაში პოლიტიკურად ლაგდებიან და დალაგდნენ. და ზუსტად იგივე, რასაც ჩვენი ქვეყანა აკეთებს, ეს 2-3 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ჩვენი ხელისუფლება ამას გვიწუნებს ჯო ვილსონი. პარადოქსულია ამ სახამეტში რა შეიძლება როცა როცა შენი პარტიის ლიდერი, შენი ქვეყნის პრეზიდენტს ეს გადაწყვეტილება მოგწონს, მაგრამ სხვა ქვეყნის პოლიტიკა, სხვა ქვეყნის ხელმძღვანელობა როდესაც განსაზღვრავს მსგავს პოლიტიკას და იგივეს მიმართავს ჩინეთთან მიმართებაში, შენის არ მოგწონს და ამისთვის იგონებ რაღაც დოკუმენტებს, რომ თითქოს დონალდ ტრამპთან მივიდეს ეს დოკუმენტი ხელმოსაწერად, რომ ჩვენთან ხდება ჩინეთიზაცია და წარმოაჩინა ამ დოკუმენტში ჩინეთი ისე თითქოს ამერიკის მტერია და ჩვენი მოყვარეა. აქედან გამომდინარე ჩვენ გვახსოვს მათი ახლა მეგობარი აქტის გახსოვს, რომელიც მერე შეჩერდა. დაჭერილი იყო, მე რატიფიცირება ამ აქტის არ მოხდა, ხელმოწერა არ მოხდა პრეზიდენტის მიერ და დარჩა ფარატინა კახალდა და შესაბამისად კითხულობს ისინი, ვინც ეს აქტი მიიღო, ხო? იგივე განვითარება იქნება ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამიტომ დავარქვი ამ აქტს პარადოქსული აქტი. გასაგებია. ბატონო ირაკლი, ახლა გადავინაცვლოთ თავარ თემაზე, ჩვენ ვიცით რომ ერთის ხრივ ტექნიკური შეხვედრა დაგეგმილი საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციის ვიზიტი მიმდინარეობს ევროკავშირში და ამბობს ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია რომ სწორედ ამ შეხვედრის საფუძველზე შემდეგ ევროკავშირი მიიღებს ბევრი ამაზე საუბარი რომ განიხილება ჩვენთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება არ შეჩერების საკითხი. ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულაციები საერთოდ არ ახალია სავიზო რეჟიმთან მიმართებაში, თუმცა განმარტებებიც არაერთი ყოფილა და ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ვთქვათ პოლიტიკური მიზეზითა და დამოკიდებულებით მსგავსი სისტემა სავიზო ურთიერთობებისა ასე ხელაღებით არ შეიძლება შეჩერდეს ან გააქტიურებდეს, ამას თავისი მთელი სისტემა გააჩნია მისი მოქმედებისა, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენ აქამდე ვიხილეთ მარტში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც 12 თვის ვადით დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზო მიმოსვლის ხრივ შეზღუდვას გულისხმობდა. ჩვენ გვაქვს შეზღუდვა. ხო, ახლა ჩვენ ვისმენთ ლამის ყოველ წელიწადს, ამას წელიწადში მინიმუმ ერთხელ ვისმენთ ამ რეალობას, რომ აი ახლა განიხილავენ და შეგვიწყვიტავენ. მოკლედ თქვენ ამას როგორ ხედავთ? ეს კიდევ ერთი პოლიტიკური ვაჭრობის საგანია თუ რა ასპექტში განიხილავთ და კომუნიკაციის ჭრილში, პოლიტიკური ურთიერთობების ჭრილში რა პერსპექტივას ხედავთ იგივე დასავლეთთან საქართველოსა და ევროკავშირში? ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, რომ დღევანდელი შეხვედრა, რაც უნდა შედგეს, როგორც ინფორმაცია მაქვს, ეს დგება დღე ტექნიკური შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან ბრიუსელში. და წარმოადგენლები ჩვენგან არიან ძირითადად ძალოვანი უწყებებიდან, იმიტომ რომ ტექნიკური შეხვედრა სამუშაო ჯგუფის სტატისტიკა იქნება წარდგენილი ჩვენგან, შესაბამისად რა კითხვების დაისმება იქნება აბსოლუტურად ამომწურავი პასუხები, არის საგარეოს წარმომადგენელი, არც ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი იქ არ იმყოფება ჩვენი მხრიდან, ხო, მაგრამ თავიდან ბოლომდე მე ჩემი აზრი არის ეს, რომ ეს არის პოლიტიკური ესე ვთქვათ, შეფუთული არის თითქოს ტექნიკური შეხვედრა, მაგრამ თავიდან ბოლომდე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, იმიტომ რომ ამ ტექნიკურ შეხვედრაზე ძირითადად ითხოვენ იმ სამ საკითხს, რომელსაც წლების განმავლობაში ჩვენ გთხოვენ, რომ გავაკეთოთ და ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ მაგუნდა არაერთხელ განაცხადა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არც ერთი ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებთ. რა არის ეს სამი შეკითხვა? გთხოვენ სამი მოთხოვნა, ანუ რა არის ეს არის ის, რომ გავაუქმოთ ოჯახური ღირებულებების შესახებ მიღებული კანონი, გავაუქმოთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, დაუწესოთ იმ ქვეყნებს სავიზო რეჟიმი, რომლებთანაც ევროკავშირს აქვს იგივენაირად სავიზო რეჟიმი. ანუ ჩვენ თუ გვაქვს უვიზო მიმოსვლა პირობითად ვამბობთ დღეს ჩინეთთან, რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ისინი ითხოვენ, რომ ამ ქვეყნებთან დაწესდეს სავიზო რეჟიმი. ანუ რას გეუბნებიან, რომ არ ჩამოგივიდეს ტურისტი, ეკონომიკას ჰქონდეს სტაგნაცია, ანუ ჩვენ ტურიზმიც დღეს დგას
ამ ქვეყნებზე ხომ შესაბამისად რაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გაიზარდა ტურისტის მიმოსვლას გაიზარდა ფრენები ხომ სამი კომპანია ოპერირებს ანუ შესაბამისად ივლისიდან უკვე პირდაპირ ფრენები იქნება შანხაი თბილისის მიმართულებით ანუ ტურიზმზე აგებული ხო ძირითადად ჩვენი ეკონომიკის ნაწილიც ხომ განსაკუთრებით ბიზნესაც აადვილებს ზოგადად რა თქმა უნდა ხო ანუ შემოსავალი არის ნებისმიერი ქართული ოჯახისთვის ტურიზმი ხო დღეს საქართველოს ანუ გეუბნებიან რომ ტურიზმზე ვარი თქვი ანუ შესაბამისად როცა დაუწესებს შესაბამისად ეკონომიკაც ვერ იქნება ისე განვითარებული და შესაბამისად იქნება დაღმასვლა ხომ ეკონომიკური და ანუ ისეთი ძირითადი მოთხოვნები აქვს პირობითად პირდაპირ ისე ძირითადი მოთხოვნები აქვს ამათ რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვგთხოვენ და გაცხადებულად ვამბობთ ვართ ანუ ამ ტექნიკური შეხვედრის არსს და აზრს ვერ ხვდები ამიტომ მათგან ანუ თუ იგივე საკითხს აყენებ, რაზეც პოლიტიკურმა გუნდმა განაცხადა უკვე რომ არა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკან დახევას, რომ ჩვენ არ გავაუქმებთ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს, არ გავაუქმებთ, იმიტომ რომ ვარ ტრადიციული ქვეყანა და ეს კანონი არის ჩვენთვის ეროვნულ დონეზე მნიშვნელოვანი კანონი და არ გავაუქმებთ გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რომელმაც აღკვეთა შავი მაქსიმალურად მინიმუმამდე დაიყვანა შავი ფულების შემოდინება და რევოლუციის მცდელობები საქართველოში, ეს გაცხადებული გვაქვს. ისევ ამ საკითხს აყენებენ ტექნიკურად. ეხლა ჩვენ მაქსიმალურად ჩვენი მხარე წარმოადგენს ყველა მტკიცებულებებს აბსოლუტურად ამ კანონის აუცილებლობის და აქედან გამომდინარე ხა თქვენ ხო ძალიან კარგად იცით და ნებისმიერმა მსმენელმა და მაყურებელმა კარგად იცის რომ ეს არის პოლიტიკური შინაარსის შეხვედრა, რომ მაინც ბოლოს მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რასაც თვითონ პოლიტიკურად ჩათვლიან საჭიროდ. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ვინც ლურჯი პასპორტები გვაქვს, ესე ვთქვათ, ჩვენ ყველას გაჩერებული გვაქვს ევროპაში ამით გადაადგილების უფლება, ხო? ამ ეტაპზე თუმცა მის გარეშე? ხო, მის გარეშე ჩვეულებრივად დავდივართ, ხო? ამ ეტაპზე მის გარეშე ჩვენ ჩვეულებრივად ამ ლურჯ პასპორტზე ახლა განიხილება ის, რომ თქვათ შეგვიჩერონ წითელ პასპორტებზე და ანუ ჩვეულებრივ პასპორტზე და ანუ შესაბამისად მე მოსახლეობა შეეხოს თუ არა. მე ვფიქრობ, რომ მაგას ვერ იზავენ საქართველოს მოსახლეობას შეეხოს მსგავსი გადაწყვეტილება, მაგრამ თუ ეგ გააკეთეს ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, ეს არის პოლიტიკური შინაარსის გადაწყვეტილება. აი ზუსტი აქცენტი გააკეთა გუშინ პრემიერმა მინდა ვთქვა, ჩინეთი ჩვენ გვეპყრობა როგორც პარტნიორს და თანასწორს. 4 მილიონიან ქვეყანას და ბრიუსელი დღეს ჩვენ ესე არ გველაპარაკება. ბრიუსელი როგორც ქვეშერძდომს, ისე გვესაუბრება ჩვენ და ხელის გადაგრეხვის და თითისქნევით გვესაუბრება. ეს არის ზუსტად განსხვავება დღევანდელი ბრიუსელს და ჩინეთს შორის. გასაგებია. ფაქტია, რომ ბრიუსელს საქართველოს წარმომადგენლებთან ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე ეს შეხვედრა იგივე ევროკავშირის მხრიდან აღნიშნული და განმარტებულია როგორც ტექნიკური ხასიათის შეხვედრა და ფორმალურად შინაარსი აბსოლუტურად პოლიტიკური აქვს დარწმუნებულად და გამოჩნდება უახლოეს პერიოდში აუცილებლად ისეთი მოთხოვნები აქვს კიდევ ამბობ, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვაზეც ვამბობ ჩვენ არას. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი მაინც საბოლოო ჯამში თავშიც და ბოლოშიც პოლიტიკურ ასპექტში გადის. კი ბატონო. ბატონო ირაკლი, ხა დაუბრუნდეთ ჩვენს რეალობას. დიახ, საქართველოს ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში, რომ ნელ-ნელა კიდევ უფრო უახლოვდებით მორიგ საპარლამენტო არჩევნებს. ნელ-ნელა და სწორედ ამ არჩევნებისთვის იდეაში ასე იყო განმარტებული ერთ-ერთი მიზეზი ყოველ შემთხვევაში იყო ოპოზიციური ალიანსი, რომლის დაშლის შესახებ უკვე ოფიციალური განცხადება მოვისმინეთ. მე მგონი 101 დღე იყო ამ ალიანსის არსებობის ვადა, ეს არ იყო პირველი და როგორც ჩანს ალბათ არც უკანასკნელი, იმიტომ რომ უახლოესი 2 წელი ამ მხრივ ალბათ საინტერესო იქნება, პროცესები განვითარდება. თქვენი შეფასება როგორია და რა მოლოდინი გაქვს შიდა პოლიტიკურ როლზე პროცესთან მიმართებაში და ამ დროს საინტერესო მნიშვნელოვანი მკვეთრი განცხადებები მოვისმინეთ ყოფილი პრეზიდენტისგანაც. ზოგადად ახლა ისინი ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე ჩვენთვის არსებით დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ამათ მაინც დავშლით ჩვენ არჩევნების დღეს მარტივ მომრავლება და არჩევნებამდეც ზოგადად, მაგრამ მე მინდა უფრო ღრმად რომ შევეხო ამ საკითხს. იცი რატო არიან ამ დღეში ზოგადად, როდესაც შენ დღის წესრიგს, პოლიტიკურ დღის წესრიგს დგენელი ყავს რეაქტორი და ბრიუსელიდან ელოდები, რომ დავალება მიიღო აქციაზე გახვიდე, არ გახვიდე რომელ საათზე, 26 მაისის აქცია იყო, ნებისმიერი სხვა აქცია იყო, 4 ოქტომბრის აქცია იყო, თავიდან ბოლომდე მდგენელი ყავს ბრიუსელი და რეაქტორი. წარმატებასთან ახლოსაც ვერ იქნები გამორიცხულია, წარუმატებლობისთვის ხარ განწირული.
ანუ ეს არის ამათი პრობლემა. ესენ რომ თავისით წერდნენ დღის წესრიგს და ესენ ხალხთან ერთად ადგენდნენ, თავის მომხრეებთან ერთად ადგენდნენ პოლიტიკურ დღის წესრიგს, გაცილებით უკეთესი სიტუაცია ექნებათ პოლიტიკურ ველზე. ახლა რაც შეეხება კონკრეტულად ამათ ყოფნას ერთად ან არ ყოფნას. ახლა მიხეილ სააკაშვილი ციხეში კი რავი, სადაც არ უნდა იყოს, რომ ლიდერობას ყოველ შემთხვევაში ეცდება და არ დათმობს, ეს არის ცხადი და ხედავს აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანი ამას. ხო, ახლა ციხიდან მოუწოდებს ერთობაზე მიხეილ სააკაშვილი და სანამ ეს პარტია ზოგადად ამ გაერთიანებული ოპოზიციის ფლაგმანი იქნება, მაშინ როდესაც ნანუკა ჟორჟოლიანის იმედად არიან დარჩენილები, რომ თურმე ნანუკა ჟორჟოლიანს მიიწვევენ პარტიაში და გაურკვეველ გუნდთან ერთად, ანუ თავის გუნდთან ერთად გაურკვეველ ერთი ადამიანის სახელი და გვარიც არ ვიცი, ვინ არის თავის ნანუკა ჟორჟოლიანის თანაგუნდელი და ეს ნანუკა ჟორჟოლიანით გაძლიერებული ნაციონალური მოძრაობა იქნება ფლაგმანი გაერთიანებული ოპოზიციის. ხომ წარმოგიდგენიათ რა რეგრესს განიცდის ზოგადად დღევანდელი ეს ქვეყნის მტრები პოლიტიკურ ველზე საქართველოში. აი ნანუკა ჟორჟოლიანით ძლიერდება ნაციონალური მოძრაობა, როგორც მათ ამბობენ და ნანუკა ჟორჟოლიანი უნდა იყოს ფლაგმანი გაერთიანებული ოპოზიციის და ანუ შესაბამისად ამით აპირებენ, რომ გააძლიერონ ოპოზიციური ველი, ну რა ვიცი ხა მე ერთი თქვა მინდა რომ ეს ყველაფერს ჩვენ წისქვილზე ასხავს წყალს და ეს არის კიდევ გარანტია რომ 2028 წელსაც დამაჯერებლად მოვიგებთ არჩევნებს ამათ შემხედვარე, ახლა რა დღეშიც არიან ესენი და ну მინიმუმ 4 წელი კიდევ იქნებით ხელისუფლებაში. სხვა რა შეფასება უნდა გავაკეთოთ, ანუ საკუთარი დღის წესრიგს თვითონვე ვერ წერენ. ესენი არჩევნებამდე საერთოდ ერთად კი არა ალბათ გამარჯვებას აღარ ეტყვიან, მალე ერთმანეთს და საერთოდ ერთ ნაბიჯს საერთო ნაბიჯს. მაშინ როგორ განიხილავთ, ანუ ოპოზიციურ ველზე პერსპექტივას რას ხედავთ? მაშინ კაი, ეს ალიანსი კიდევ ერთხელ შეიკრა, კიდევ ერთხელ დაიშალა. ისევ ურთიერთდაპირისპირება, ესეც ახალი არ არის. და მე რა ოპოზიციურ ველზე რას ხედავთ შესაძლებლობას? ან ეს მოცემულობა შექმნის თუ არა იმ გარემოს, რომ სხვა ძალები, რომლებიც ასე აქტიური არ არიან პირობითად, ან ნაკლებად ვიცნობთ, შექმნის თუ არა იმ რეალობას, რომ ისინი შემოვიდნენ უფრო მკვეთრად, თუ მაინც ისე იქნება 2028-მდე პროცესი, რომ ავად თუ კარგად, აღიარებით თუ აუღიარებლად, მთავარი სიმძიმის წერტილი იქნება ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციურ ველზე. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, სხვა ადამიანებს არ აძლევენ ისევ ესენის საშუალებას, რომ ჩანაცვლნენ, ხო? ანუ ყოველ შემთხვევაში რაღაც ფორმით ამ პოლიტიკურ პროცესებში მიიღონ მონაწილეობა, რასაც თქვენ ამბობთ, რომ იქნებ სხვა გამოჩნდეს და უკეთესად მართოს ეს პროცესი ქუჩაში, ხო? ქუჩაში იქნება თუ არჩევნების პროცესი არ აქვს არსებობს. ესენი ყველაფერს აკეთებენ, რომ ის 9 წლიანი მართლობა დაიბრუნონ. ანუ შესაბამისად ამიტომ არ თმობენ ამ პოზიციებს. აქედან გამომდინარე ხა ამათ პერსპექტივა საერთოდ არ აქვს და მე ვფიქრობ, რომ ესენი არჩევნებამდე საერთოდ ვერ მივლენ და ჩვენ გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნება 2028 წელს. ამის ხარჯებს კი რა ჩვენ წისქვილზე აცხავს, ახლა ოპოზიცია არ ყავს, განადგურებული ყავს და რა ვიცი, ნანუკა ჟორჟოლიანი თუ უნდა იყოს ფლაგმანი და ნანუკა ჟორჟოლიანმა თუ უნდა მოგვიგოს არჩევნები დროზე უნდა წავიდეთ მაშინ სახლში ახლა ხო? ანუ საერთოდ რაზეა გაურკვეველ გუნდთან ერთად უერთდება. ახლა არჩევნები აქვს. სხვათა შორის თინაბო კუჩავას გაუვიდა ვადა და პარტიაში და არ გამოურიცხავ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი აირჩიონ პარტიის ხელმძღვანელად. ანუ რაზე ვსაუბრობ საერთოდ რა პოლიტიკურ ველზე ვსაუბრობ, არ არსებობს, გაკრეფილია თავიდან ბოლომდე და ფსკერს მიღმა არიან. სტაგნაცია აქვს, რეგრესია აქვს თავიდან ბოლომდე აბსოლუტურად და არც არავის უთმობენ ახლებს გზას, რომ იქნებ იმათ რამე გამოუვიდეთ პოლიტიკურ ველზე და აქედან გამომდინარე ბევამ, არანა ეს საერთოდ უპერსპექტივოა მაგათთან. თავიდან ბოლომდე და ჭამენ ერთმანეთს კი ნახეთ დღეს ჩერგოლეიშვილის განცხადება და არა მარტო მელიას განცხადება თუ როგორ ეპიტეტებით ამკობდა სააკაშვილს და ასე შემდეგ. დენიაკლი ძალიან ხშირად მართველი ძალის წარმომადგენლები აქცენტს აკეთებდნენ და ახლა თქვენი საუბრისას აქცენტი გააკეთეთ იმაზე, რომ ოპოზიციურ სპექტრში არსებული ძალები ძირითადად თქვენ ახსენეთ კიდევაც რომ იმართებიან ევრობიუროკრატიიდან მათ შორის და წარმატებას მაგიტომაც ვერ ახსენებენ, რადგან ყოველი ნაბიჯი დირექტივები შესაბამისია უცხო ქვეყნიდან. თუ ეს ლოგიკა განვავითარეთ, ჩვენ ერთის მხრივ ლოკალურ დონეზე ვხედავთ ელექტორატს, რომელიც ყოფილ ნაცმოძრაობას იქ ადრე მყოფდა შემდეგ სხვა პარტია შექმნილ ადამიანებს ხმას აძლევენ და ამ ხმათა რაოდენობით როგორც წინა არჩევნებზე ამ არჩევნებზეც მათ მიეცათ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა.
წინა არჩევნებზე დიდი ვაივაგლახისა და მთელი დოკუმენტების მიღების შემდეგ რაღაც პარლამენტში შემოვიდნენ და საკანონმდებლო საქმიანობა გაგრძელდა. ამ არჩევნებს ეს ამბავი არ მოხდა. კი, შარლ მიშელის დოკუმენტი აღარ წავედი იქით. ახლა ჩვენ მივიღეთ ის მოცემულობა, რომ არავინ არ შემოდიოდა. თითქოს იყო შეგრძნებები, რომ ინდივიდუალურ დონეზე ქონდათ ამ შემოსვლის სურვილი, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ გახარიას პოლიტიკური გუნდი აღმოჩნდა საკანონმდებლო სივრცეში. ანუ უკვე მე რამდენად არის მოცემულობა, რომ ამომრჩეველი ხმას აძლევს, მაგრამ შემდეგ ამას მანდატებში ამ ხმებს არ გარდაქმნიან და პოლიტიკურ სივრცედ არ გამოიყენება პარლამენტი. რაზეც სხვათა შორის ახლაც იყო საუბარი ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ეს გზავნილი იგრძნობოდა, ხო, რომ უნდა გამოიყენოთ ეს საპარლამენტო შესაძლებლობა. ერთი არის ეს ლოკალურ დონეზე მოცემულობა. მეორე, თქვენ რასაც ამბობთ, რომ უცხოეთისთვის აკეთებენ ამ საქმეებს და მათ უნდა აამონ და ამით უნდა ისარგებლონ. ორივე ერთმანეთთან კავშირშია, ხო? ლოკალურ დონეზე თუ გინდა მიაღწიო ელექტორატთან შედეგი, იმიტომ რომ ამ მომრჩეველი ყავს მას და მას თავისი ლოგიკა აქვს, ყველას თავისი ამორჩეველი ყავს, ხო? თქვენ კი ამბობთ, რომ თქვენთვის ეს მომგებიანია ოპოზიციურ ველზე განადგურებული იქნება და თქვენ გახვალთ. Ну ეს თალკე საკითხია, რამდენად კარგია ეს ზოგადად განვითარების პოლიტიკური დემოკრატიული თვალსაზრისით. ხო. აი ამ მოცემულობაში რა შესაძლებლობას ხედავთ, სანამ ახალი ძალა გამოჩნდება კონკრეტული ახალი სახეები უბრალოდ თორე პოლიტიკური ძალები ჩვენ არაერთი გვიხილავს, რომლებიც ადრე აფილირებულნი იყვნენ სხვა პარტიასთან, ამ შემთხვევაში ძირითადად ნაციონალურ მოძრაობასთან. აი ამ ორი მოცემულობის გათვალისწინებით, ერთი შიგნით არსებული, მეორე საგარეო ურთიერთობიდან გამომდინარე, რა პერსპექტივას ხედავთ იმ თვალსაზრისით, რომ შეძლონ, ასე ვთქვათ, ადგილის შენარჩუნება საპირწონეთ მართველი პარტიისა. როდესაც იყო არჩევნები, გახსოვთ მიმდინარე ოპოზიციურმა ძალებმა. 2020 წლის არჩევნები იყო, ხო, რამდენადაც მახსოვს, შარლ მიშელის შეთანხმებით შემოვიდნენ ესენი პარლამენტში და რასაც აკეთებდნენ პარლამენტში, სამუშაო პროცესი არ ერქვა და იმის შემდეგ 2024 წლის არჩევნებში დაინახა ხალხმა ამათი სახე 4 წლის განმავლობაში და შემდეგ ისე განიცადეს ის კრახი, რაც განიცადეს. ახლა აიღეს მაინც სამწუხაროდ ის 60 მანდატი, 99 დეპუტატი ვარ ჩვენ, 161 მანდატი დაახლოებით აიღეს. ეს მანდატები არ გამოიყენეს, რამდენმა ადამიანმა მისახმა, ხო, ცოტას არ მივუწე, ხა 300.000, 400.000, 9 მილიონი ადამიანი ჯამში რო ხმას გაძლევს, შეიძლება ბარიერ გადალახულს ნაკლებმა მისცა, მაგრამ პირობითად ვამბობ, ხა ეგ მოსახლეობის დიდი ნაწილია, რომელიც შენ ხმას გაძლევს და იმიტომ გაძლევს ხმას, რომ შეხვიდე პარლამენტში სამუშაო და კონკურენციაში იყო ქართულ ოცნებასთან, კაცო, იმას არ მოსწონს ქართული ოცნება და უნდა მისი სათქმელი შენ თქვა და არ შემოდიხარ პარლამენტში, როგორ ფიქრობთ ახლა ამ არჩევნებზე ეს ელექტორატი გაუნახებდებათ ამათ. დარწმუნებული ვარ გაუნახებდებათ, იმიტომ რომ ისევ მისი ამომრჩეველი ფიქრებს იმას, რომ ისევ არ შევლენ ესენი და შესაბამისად ეს ელექტორატი ამათი განახებდება თავიდან ბოლომდე. ახლა იმას არ ვამბობ, რომ ბარიერი შეიძლება ვერ გადალახონ, მაგრამ ჯამში თუ ესენ მარტი მომლაულებად თუ დაიშალენ ესენი შეიძლება ბარიერის პრობლემას შეექმნათ. მე ვამბობ, რომ საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანას უნდა ყავდეს ჯანსაღი ოპოზიცია. ესენი არიან ქვეყნის მტრები. ქვეყნის მტრები თუ არ შემოვლენ და შემოვა ჯანსაღი ოპოზიცია, ვიქნებით ოპონირებაში და ქვეყანა უფრო წინ წავა და უფრო განვითარდება. ქვეყნის მტრის შემოსვლას არ შემოსვლა ჯობია. შესაბამისად, ვამბობ, რომ ამათი ელექტორატი წლიდან წლამდე მცირდება. აი, ზუსტად ესეთი საქციელების გამო. 61 მანდატი რომ გაქვს ოპოზიციას და არ ზიხარ პარლამენტში, ხომ წარმოგიდგენიათ როგორი სურათის შექმნა შეეძლოთ მაგათ პარლამენტში რომ დამჯდარიყვნენ ჩვენ ვართ 89 დეპუტატი უმრავლესობაში და 61 ოპოზიციონერი რომ ჯდარიყო პარლამენტში, მაგრამ მინიმუმ მათი ესე ვთქვათ ამომრჩევლის სათქმელს იტყოდნენ, ხო? და რა გააკეთეს, არაფერი არ შემოვიდნენ. ეხა იმედი გვაქვს, რომ როცა იქნება 2028 წლის არჩევნები, იგივე შეცდომას არ გაიმეორებენ ის პარტიები, ვინც გადალახავენ. პირობითად ვინც ვერ გადალახეს წინაზე თქვა? ხო, თუნდაც ვინც ვერ გადალახა წინაზე წელს შეიძლება 2028 შეიძლება გადალახან, ვინც გადალახავს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ქვეყნის მტრები და გამყიდველები, რომლებიც დადიან კარდაკარ ბრიუსელში ეძახენო ქართველ ხალხს წაართვან უვიზო მიმოსვლა და ვიზის რიგში დააყენონ ეს ადამიანები ვერ გადალახავენ. დიდი იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ ამათი ელექტორატი აუცილებლად განახევრდება, მაგრამ ვინც გადალახავს, ეყოფა იმის ესე ვთქვათ უნარი ექნებათ იმის, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და ოპონირება გაგვიწიონ ჩვენ. ჩვენ მივესალმებით ხოლმე ჯანსაღ ოპოზიციას და ჯანსაღ გარემოს პარლამენტში მივესალმებით. ყველა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერი სახელმწიფო ამას მიესალმება და მართველი ძალა.
ხო და აი ამ რაზე თქვენ ისაუბრეთ აი ამ სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ოპოზიციურ ველზე სივრცეების გამოჩენა არ შეუწყობს რომ მეტად ხელს რომ ახალი სახეები გამოვიდნენ. და მაგას საუბრობ ზუსტად რომ ესენი ხელს უშლიან ამ პროცესს, მაგრამ ესენი თუ ესე დაიშლებიან მარტი მომრავლებად უფრო მეტი საშუალება იქნება იმდენი შესაძლებლობა. ხო, რა თქმა უნდა და სხვა პოლიტიკურ ველზე სხვა მიეცება საზოგადოებაში არის ხალხი და ადამიანები, ვისაც უნდა პოლიტიკის კეთება და არ არიან ქვეყნის წრები და ანუ არ მოსწონთ ქართული ოცნება და შესაბამისად ოპონირება იქნებიან ჩვენ და ამას მივეცალმებით რომ ესეთი ადამიანები ჩვენთან იყვნენ პარლამენტში მაგრამ ესენი ხა ყველაფერს აკეთებენ სააკაშვილო ხა პოლიტიკურ ველს ოპოზიციურ ველს არ დათმობს ეს არის რა ვიცი ნათელი ყო მგონი ყველას მაგრამ ეს ყველაფერი ასხამს ჩვენ წისქვილზე მხოლოდ წყალს საბოლოოდ მაინც საბოლოოდ რა თქმა უნდა ჩვენ წისქვილზე ასხამს ხა ესენი ვერ მივლენ არჩევნებამდე ერთობით რა ჩემი აზრი ყოველ შემთხვევაში ესე გასაგებია. მადლობა თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის, დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ეთერში დიალოგისთვის. ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ბატონ ირაკლი ჭეიშვილს მას ვუძლობდით. ჩვენი მასთან დიალოგი რადიო ინდის Facebook გვერდზე აიტვირთება. მადლობა, ნახვამდის. მადლობა თქვენ.